მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის არხი მებოცრეობა და ამ ვიდეოში ვისაუბრებ რას ვაჭმევ ჩემს ბოცრებს. აგერეს ჩვენი კალიფორნიული, ეს არის დედალი, წარბიანი დედალია. ეს შინშილა. მოგეთ, მე ამათ ვაჭმევ. აწუჩი ქერი გამომელია და ჩაღრილი მაქვს გრანული მარტო და ვაჭმევ ანუ მიქს რო ვაკეთებ ხოლმე, უყრი 70% გრანულს, 70% ქერს, 20% გრანულს და 10% სიმით. და ამით გრანულისთვის ფულსაც თახასაც ზოგავ და უფრო კარგი საჭმელია. ამათ ახლა გუშინ შევუყარე ეს თივასაც კარგად ჭამე. და სულ მაქვს ამათიც თივა, ასეთი სეტკით მაქვს გაკეთებული და ამ სეტკაში ჭამე. ასევე სულ აქვთ წყალი, ქვამარილი, ვიტამინების ასამსებლად. ესე ორივე ძებია და ამათ ვიტამინები ჭირდებათ. ახლა განახებთ ჩემს მამას. ამასაც იგივენაირად კაი თავსივა მამალია. აი წყალსვავ და ახლა შეუშალე ხელი. და გუშინ ვიყავი წასული და მოვუტანე ნაზვის ტოტები. ახლა ზამთარია და ვინაიდან ბალახი არ არის და ნაძვის მარადწვანია, მოვუტანე ეს და კარგად ჭამე ნავასაც, ოღონდ ხშირად არ უგდებ ხოლმე მაინც. და კაი, ამიტომ რომ მარადწვანია და სულ შეიძლება ამის შეღრა. ახლა ვაშრობ და როდესაც ბალახს მოკრებთ 24 საათის განმავლობაში უნდა დააყოვნოთ, რომ გააშრეს. ახლა განახებთ ჩემს პატარა ბაჯიებს. მოკლედ მეგობრებო, მოვედით ჩვენს პატარა ბაჯიებთან. ეს ბაჯიები როგორც იცით, მაჩუქეს რუსთავიდან და დღე იზრდებიან, თვენახევრისები არიან და მომუშავებ ბიოკოქსით. ორ თვენზე უნდა დამუშავდეს ბიოკოქსით. ამათ ვაჭმევ ახლა ამ ეტაპზე მხოლოდ იმას გრანულიზირებულ საკვებს, გრანულს და ნელ-ნელა შევუღრი ხოლმე განხმარ თივას და ცოტა-ცოტას ვაპარებ ხოლმე იმასაც, ქერსაც. ასე ამათ აქვთ წყალი, ჯერ ამათ არ შემიგდია ის ქვამარილი. მაგრამ კარგი დიდი მოზრდილები არიან, როგორც ისინი არიან გოლიათის და რიზენის ჰიბრიდები. ეს უფრო რიზენს გავს და ეს უფრო თეთრი გოლიათისკენ არის წასული და სხვადასხვა ხაზები არის, რაც თავარია. და მომავალში ამათ შვილებსაც შემოგთავაზებთ. სულ ეს იყო მეგობრებო. დაილაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და კომენტარებში დაიწერეთ შემდეგზე რაზე გადავიღოთ ვიდეო.